ხუთი რჩევა ჩვენგან ფეხსაცმლის შეძენის შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინოთ. პირველი და უმთავრესი, რაც თქვენ ფეხსაცმლის შეძენისას გამოგადგებათ, ეს არის შეიძინოთ ფეხსაცმელი საღამოს დღის მეორე ნახევარში, იმიტომ რომ დილით ფეხი დასვენებულია მაინც და დღის მეორე ნახევარში ცოტა შეშუპებულია ფეხი, ზომაშიც მომატებულია და დღის მეორე ნახევრიდან არის სასურველი ფეხსაცმლის შეძენა, რომელიც უფრო მოერგება თქვენ ფეხს და უფრო კომფორტულად გამოიყენებთ მას. მეორე თავარი მიზეზი და ფეხსაცმლის შეძენისთვის გამოგადგებათ რჩევა მეორე არასტანდარტული სტანდარტები. არასტანდარტული სტანდარტებში რას გულისხმობ? ყველა ფეხსაცმლის წარმოებელს აქვს თავისი ეგრეთ წოდებული სეტკა ზომების. მაგრამ თქვენი ფეხი არის ყველა შემთხვევაში ერთი ზომა. ამიტომ უნდა იცოდეთ კარგად თქვენი ზომა ფეხსაცმლის და არენდოთ თქვათ უნდა ფეხსაცმლის ყიდვის მომენტში უნდა გაიზომოთ ფეხი იმ მომენტისთვის, როცა ფეხსაცმელს ყიდულობთ. ეგ აუცილებელია იმისთვის, რომ კომფორტულად იხმაროთ თქვენი ფეხსაცმელი, რომელსაც შეიძენთ. მესამე რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის შემდეგში მდგომარეობს ორი ტერფიდან არჩიეთ დიდი. ანუ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მომხმარებელთა უმრავლესობას აქვს ფეხში სხვაობა. და ეს ნორმალური არის 90% ასე არის. ხშირ შემთხვევაში 90%-ში მარჯვენა აქვს დიდი მარცხენასთან შედარებით და 10%-ში პირიქით მარცხენა მარჯვენასთან შედარებით. აი თქვენი ფეხის დიდი ტერფის მიხედვით უნდა შეიძინოთ ფეხსაცმელი, რომ კომფორტულად იხმაროთ. მეოთხე რჩევა შეარჩიეთ ფეხსაცმელი შემთხვევისთვის. რას გულისხმობ ამაში? აი ფეხსაცმელის ყიდულობთ. გადაწყვიტეთ იყიდოთ ფეხსაცმელი. და რისთვის გინდათ ეგ ფეხსაცმელი, რომ შეიძინოთ, ეს უნდა იცოდეთ კარგად, გინდათ ეგ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, გინდათ ყოველდღიურად, გინდათ რა ვიცი, გამოსასვლელი დიდი ხნის მოხმარების მიზნით, ეგ ყველაფერი უნდა იცოდეთ, როცა გადაწყვიტეთ ფეხსაცმლის ყიდვას, ამაზე უნდა ჩამოყალიბდეთ და უნდა გქონდეთ სრული წარმოდგენა, თუ რისი შეძენა გინდათ, რომ შეიძინოთ ამ მომენტში. და მეხუთე რჩევა ფეხსაცმელი შეძენისას თქვენი ზომა უნდა იცოდეთ, მაგრამ ფეხი დიდდება ზოგადად ასაკში შესვლასთან დაკავშირებით და ბევრ ფაქტორზე არასწორი ფეხსაცმლის მოხმარების შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს ფეხის ზომა, ამიტომ 2 წელიწადში ერთხელ ყოველთვის უნდა გადაიზომოთ თქვენი ფეხი და უნდა გქონდეთ თქვენ ფეხზე სრული ინფორმაცია თუ რა ზომის გაქვთ ფეხი. აქ ჩამოთვლილი რჩევებიდან ძირითადად ეს პრობლემებია უმეტესწილად. კიდევ ასეთი ვიდეო კონტენტები გვექნება, სადაც შემოგთავაზებთ კიდევ ბევრი რჩევა ფეხსაცმელთან დაკავშირებით, რომელსაც შემოგთავაზებთ ყოველთვის. აი სწორი ზომის აღებისთვის კი გელოდებით ლილომოლში. სექტორი ბერიგი B6 მაღაზია 41. დიდი სიყვარულით ყოველთვის გელოდებით მობრძანდით ჩვენთან და გაგიწევთ უმაღლეს ხარისხის მომსახურებას. ბედნიერ დღეს გისურვებთ წარმატებები.